დღეს პარლამენტის ბიუროს ხდომაზე დაინიცირდა ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შესახებ კანონპროექტი. ამ ინიციატივას პოლიტიკურ დევნას უწოდებს ოპოზიცია. მართველი გუნდი კი აცხადებს, რომ წინა საარჩევნო დაპირებას ასრულებენ. თემის ირგვლივ გაკეთებული განცხადებები შოთიკო სადაღაშვილმა მოისმინა. ირმა ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის პროცესი უკვე დაწყებულია და ამ მიმართულებით დღეს პირველი ნაბეჯიც გადაიდგა. ქართულმა ოცნებამ საქართველოს პარლამენტის ბიუროს ხდომაზე სწორედ ეს საკითხი დაინიცირა და პარალელურად საკონსტიტუციო საარჩევნების მომზადებაც დაიწყო. კანონპროექტი თავისი შინაარსით ნაციონალური მოძრაობის წესდების, მიზნებისა და შემადგენლობის იდენტური პარტიების საქმიანობის აკრძალვასაც გულისხმობს. რაც იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილის პარტია ამ ქვეყანაში ფუნქციონირების უფლებას სავარაუდოდ მალე დააკარგავს. ამ საკითხზე მმართველმა გუნდმა საუბარი ჯერ კიდევ წინა საარჩევნო პერიოდში, მათ შორის გორში ამ მომრჩევლებთან შეხვედრისას დაიწყო და ახლა უკვე მმართველი გუნდის მყარი არგუმენტი და პოზიციაა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის საბოლოო დასკვნა მათ მისცემს შესაძლებლობას, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ნაციონალური მოძრაობისა და სხვა პარტიების არაკონსტიტუციურად გამოცხადებასთან დაკავშირებით კონკრეტული ფაქტებითა და არგუმენტებით მიმართონ. ამ ინიციატივას პოლიტიკურ დევნას უწოდებს ოპოზიცია. ისინი ამბობენ, რომ პარტია, რომელიც ლეგიტიმაცია დაკარგულია და ოკუპანტი ქვეყნის დავალებებს ასრულებს, ამ ქვეყანაში დემოკრატიის განადგურებას ვერ შეძლებს. იდენტური პოზიცია აქვს ნაციონალურ მოძრაობას. პარტიის ადგილობრივი ლიდერები ამბობენ, რომ ამ ჟესტით ხელისუფლებას ქვეყანაში დიქტატურის დამყარება სურს. ხელისუფლება, რომლის ლეგიტიმაციაც არ უღიარებია არც საერთაშორისო საზოგადოებას და არც ქართველ ხალხს, ამას ადასტურებს ის უწყვეტი პროტესტი, რომელიც არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს საქართველოს ყველა კუთხეში. ეს ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ გააფორმოს დიქტატურა, აქამდე თუ ეს ყველაფერი ავტორიტარიზმის ნიშნებს შეიცავდა, მიმდინარე წელს უკვე დიქტატურისკენ გადადგა სერიოზული ნაბიჯები არალეგიტიმურმა თვითაღიარებულმა ხელისუფლებამ. ეს არის პუტინის გოშიებად ქცეული ადამიანების ჯგუფი, რომლებიც ცდილობენ საქართველოში მოკლან ოპოზიცია, მოკლან თავისუფალი მედია, მოკლან სამოქალაქო საზოგადოება და 100%-ით გაიფორმონ დიქტატურა. ერთი რაც მას დარჩენია, გადაირჩინოს თავი და გაიგრძელოს თავისი არსებობა, გააუქმოს ოპოზიციური პარტიები, გააუქმოს თავისი კონკურენტები. ამით ის გაიხანგრძლივებს არსებობას მისი ოცნებით და მისი აზრით, თუმცა ოპოზიციური პარტიების გაუქმება არ ნიშნავს ხალხის პროტესტის გაუქმებას და ხალხის უკმაყოფილების გაუქმებას, ეს რა თქმა უნდა არ ნიშნავს და ამით ის ვერ შეინარჩუნებს და ვერ გაიხანგრძლივებს თავის არსებობას ხელისუფლებაში. ამ საკითხის ირგვლივ მიმდინარე პროცესებს მმართველი გუნდი ჯანსაღ პროცესად და ქვეყნის მტრებისგან გათავისუფლების სპეცოპერაცია დააფასებს. ქართული ოცნების ადგილობრივი წარმომადგენელი ამბობს, რომ გადაწყვეტილება დაგვიანებულია და ქვეყნის მტრები პოლიტიკურად აქამდე უნდა დასჯილიყვნენ. მათივე განცხადებით მმართველი გუნდი წინა საარჩევნო დაპირებას ასრულებს. არანაირი ოპოზიცია ნაციონალური მოძრაობის გარდა არ არსებობს. ყველა ის დანარჩენი, ეს განსაკუთრებით ის 4 პარლამენტში გასული პარტიები არის ნაციონალური მოძრაობა სხვადასხვა სახელებით და ამიტომ მათი საქმიანობა ყველა მიცის, თერმა ქვეყანა მიცის, რომელიც აზიანებს ჩვენს სუვერენიტეტს, ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ეკონომიურ ვითარებას. ახალგაზრდები უნდა მიხვდნენ, რომ რა იყო ნაციონალური მოძრაობა, რა გაუკეთა ჩვენს ქვეყანას. ფაქტიურად მიხეილ სააკაშვილს თავის გუნდთან ერთად გაყიდული აქვს ჩვენი ქვეყნის 20%, გაყიდული აქვს სრული აბსტრუქციის მნიშვნელობით. იმიტომ რომ ის პუტინის დასმული იყო და იმ პუტინს მერე მიაყიდა რაღაცა თავიანთი ის ჰქონდა და უამრავი თემები არის, რომ ეს ყველაფერი იყო ხელოვნურად და დადგმული სპექტაკლი. ნაციონალური მოძრაობის გარდა კიდევ რომელი პარტიები დაკარგავენ ქართულ პოლიტიკაში არსებობის უფლებას, ეს მალე გაირკვევა. ცნობილი არ არის საკითხთან მიმართებაში ოპოზიციის საერთო გეგმა.